Jefferson თანამდებობელო ქართლოსიანო ამოშენო ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რომელიც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონმა ზიად გამსახურდიამ აღადგინა. რაოდენ საგარეულო იყოს დღევანდელ საინფორმაციო გადაცემებში და გუშინდელში ერთი სიტყვა ათქვა არც ლევან კოსტავაზე არც საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზიად გამსახურდიაზე. საუბედროა რომ იმათი სახელი ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა დღეს იმათი სახელების გახსენება არ უნდათ. რაშია საქმე? თუ ღირსი არ იყვნენ და არ არიან ის მამულიშვილები რომლებმაც ერთხელ მოგვიტანა 26 მაისში აღდგენილი რომელიც დაგარგული იყო 1921 წელს ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ და რაოდენ დიდი სიხარული იყო იმ დღეს 9 აპრილს როდესაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. რა სიყვარული იყო ამ ადამიანზე, რა გაგანება, რა აღმაფრენა, რა ესწავლება. როგორები ვიყავით მაშინ ყველა ძველი და დები. დღეს განსაკუთრებული დაბეჭდებული საზეიმოდ არ შალია, მაგრამ მეგინდა თქვენ გითხრათ ერთი რამ. სამართალი ყოველთვის თავის გზას იპოვის. სამართალი და ჭისხლიანობა ერთია. მაინც ეს იქნება ისე როგორც ეს სურდა ბატონ ზიად გამსახურდიას. მეგინდა თქვენ დღევანდელი დღე 26 მაისს წუთიერი დომილით მივაგო და მივაგოთ ყველამ და დაუშვათ დროშები საქართველოს ტერიტორიული თვალების არის დაღუპული ემსულების და ცნობილი მოვლენის ხურჩასთან დაღუპული 4-ზურიას დაღუპის გამო თხოვთ მივაგოთ წუთიერის დომილი. მეგინდა კიდევ ერთხელ ჯერფასო თანამემამულებო მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღეს აქ თქვენთან დგას და მითის ადარებს სრულიად საქართველოს წმინდა ილია ბართლის გამგეობა. მე მინდა სიტყვა გადავცე საქართველოს წმინდა ილია ბართლის გამგეობის წევრს ბატონ ოთარ გემოშვილს. ბატონებო, დღე რომელსაც 26 მაისი ქვია საქართველოს ისტორიაში ოქროს სასოებითაა ჩაწერილი, რადგან ეს არის ქართული ხალხის ნების გამოხატვის უმაღლესი განცდა. დღე საქართველოს თავისუფლებისა, რომლისათვისაც საქართველო ისტორიულად ყოველთვის იბრძოდა. დღე რომელმაც ქართულ ხალხს უდიდესი ნეტარება სიხარული და ღვთაებრიობა მიანიჭა. ერი რომელმაც 90 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა მსოფლიოს მიერ აღიარებული იქნა როგორც ერთ-ერთ ბრწყინვალე მოვლენად, მშვიდობიან მოვლენად და მას ქართულ მსოფლიო ხალხოვანი რევოლუციაც კი უწოდა. დღეს დამწრობილი საქართველო დამწრობილად წეიმობს ამ დღეს. ბევრი ადამიანის სულიერი სამყარო შეწრულია
ბევრი ადამიანის მდგომარეობა უკიდურესად გაჭირვებულია და ბევრი ადამიანი დღეს გამიინავს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ჩვენ გახლავართ წმინდა ილია მართლის საზოგადოება, რომელიც დაარსებული იქნა ეროვნული გმირის ერასმოსის მიერ, საქართველოს პრეზიდენტი, რესპუბლიკის პრეზიდენტი შვიად განსახურდია გახდა. არამედ გახლდა ზოგად მას არამედ წარსულს რავის პრეზიდენტობა არამედ მისი სახელის სრული ignorირებას ახდენებს. ეს ვერაფერს დამატების ღია. ეროვნული გმირის, რომელიც თავის სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლებას შესწირა. სწორედ არ დაიწყება გადამერა უკუდავი ფიზიკოს მისი სახელი და აღსრულებული ხოს მის მიერ დაწყებული და მის ზურგზე გადატანილი საქართველოს თავისუფლებისათვის აზიტური უზარმაზარი ტვირთი. დიდება ბატონზიად გამსახურდია, რომელსაც ქართულ ხალხს უდიდესი სიამაყე მიარითა და თავად შეწირული სამშობლოს თავისუფლება დღეს ვითომდა ეროვნული ხელისუფლების მიერ იგნორირებულია. არც ერთი ფოტო, არც ერთი სიტყვა დღეისთვის მაინც სამთავრობო ეგრეთწოდებული წარმომადგენლების მიერ არ იქნა გამოტანილი და მასმედიის არცერთი საშუალება თაობებს ისე ზრდის უკვე, რამის 25 წელია, რომ ეროვნული გმირების ჭეშმარიტ დამსახურებაზე ერთ სერიოზულ სტატიასა თუ გადაცემას არ აწყობს. არცერთ სახელმძღვანელოში, სასკოლო სახელმძღვანელოში ობიექტურად და სრულად არ არის ასახული საქართველოს ეროვნულ თავისუფლებიანი მოძრაობის ჭეშმარიტება, არ არის ასახული ის რეალობა, რომელსაც საქართველო თავისუფლების გზას გაუყენა და გამოაკლიჭა იმ 200 წლიანი რუსული სამხედრო, რუსული იმპერიული კლაჭებიდან. დღესაც სამეგრელოში დღეს ზუგდიდში მშობლიურ მიწას აბარებენ ეგრეთ წოდებული ერთმანწმუნე დიდი რუსეთის ჯარისკაცების მიერ სხვადასხვა შეწირულ გიაუთ ხოზორიას. კაც სრულიად თუ დანაშაულოს და რა თქმა უნდა ასეთების ძალიან ბევრი არიან სხვადასხვა საქართველოში იმ მეგობრული ურთიერთსიყვარულისა და ბრწყალებში ვამოხმახას რუსული კეთილმოყვარეობისა. ძალიან გთხოვთ და ვარდებულად თვლი მე როგორც საქართველოსა და თბილისის მოქალაქე ამ შემთხვევაში წუთიერი დუმილით შეჩერდეს ყოველგვარი მუსიკალური დაახლება და პატივი მივაგოთ ბატონ ივან ხალგასდა ლაშქათის მარადიულ ხსოვნას, რომელიც დღეს არ ხვალ აუცილებლად დაიმკვიდრებს ქართული ხალხის ღურში ღირსეულ ადგილს. ყველას გილოცავთ 26 მაისს და გისურვებთ, რომ მომავალი 26 მაისი დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება სრულიად საქართველო, არა მარტო კახეთი და იმერეთი და გურია სამეგრელოს პლანეტი, არამედ აფხაზეთით და შიდა ქართლის იზაიმერს ამ თარიღს ღირსეულად, ობიექტურად და წელგამართულ. ახლა ის სიტყვას გადავცემ სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებას რვარი მაგი და თავისუფალი საქართველოს მუდმივ წევრ ბატონ გია ჩხიკვაძეს ზვიადისა და მერაბის ასე ვთქვათ უახლოეს პიროვნებასა და მეგობარს.